ერთი მეცნიერი მოძღვარი დიდხანს ევედრებოდა უფალს, ეჩვენებინა მისთვის ისეთი ადამიანი, ვინც მას ზეცისკენ აღმავალ გზას ასწავლიდა. ერთხელაც გამოვიდა მოძღვარის ტუაში და ერთი უპოვარი ბერი ნახა, თლად წყულებითა და ჭრილობებით დაფარული. შეწუხდა მოძღვარი და ჩვეული სიტყვებით მიმართა: "მშვიდობიან დღეს გისურვებ, ბერო. არ მახსენდება დღე ჩემთვის მშვიდობიანი რომ არ ყოფილიყოს." მოძღვარი შეეცადა მისალმების აზრი გამოესწორებინა. "კეთილდღეობას გისურვებ, ბერო. ცუდ დღეში არასდროს ყოფილ ვარ." გაოცებულმა მოძღვარმა უთხრა: "მაშინ გისურვებდი იმას, რასაც თავად ისურვებ. მე ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. მიუხედავად იმისა, რომ დროებით კეთილდღეობას არ ვეძებ. მე ბედნიერებაზე არ ვზრუნავ და არასდროს ვითხოვ უფლისგან, რადგან ისედაც ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. მშიერი ვარ თუ არა, მაინც ვადლობ ღმერთს, როგორც მამას, რომელმაც იცის რა გვჭირდება. სურს მხოლოდ ის, რაც უფალს სურს. და ამიტომ ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ხდება, რადგან უფალი თავის სურვილს ყოველთვის ასრულებს. უბედურია ის, ვინც ამ ქვეყნად ეძებს ბედნიერებას. ცდილობს სავსებით მივყვე უფლის ნებას და მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რომ სურდეს ის, რაც ღმერთს სურს და არ მსურდეს ის, რაც მას არ სურს." გაოგნებულმა მოძღვარმა ისევ ჰკითხა: "ვინ გასწავლა, ვინ მოგანიჭა ეს სიბრძნე? თელ დღეს მდუმარებაში ვატარებ, ლოცულობ და ღვთისსათნო ფიქრებში ვიწვრთნები. ყოველთვის ვცდილობ მჭიდროდ ვიყო შეერთებული ღმერთთან. მასთან შეერთება და მის ნებასთან თანხმობა ყველაფერს ასწავლის ადამიანს." გლახაკთან საუბრით განსწავლული მოძღვარი დაბრუნდა თავის სენაკში და ადიდა ღმერთი, რომელმაც დაფარა ყოველივე ეს ბრძენთა და მეცნიერთაგან და განუცხადა უბადრუგ ბერს. იმისთვის, რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.